რაც საქართველოში ხდება არის სირცხვილე. ხო და ჩვენ აქ დგავართ ხალხი, ვისაც სირცხვილის ჭამას გემრიელად ჭამა გვირჩევნია. ხო და ეს აქ ვინც დგას რეალურად არაფრით გამორჩეული არ არის იმ ხალხისგან, ვინც იდეაში ყოველდღე მაინც აქ დგავართ. უბრალოდ პროფესიული ნიშით გამოვეყავით, რომ ჩვენ როგორც ამ პროფესიის და ამ საქმის წარმომადგენლები ცალკეულადაც ჩვენ საქმეში ვგრძნობთ იმ კრახს, რაც ჩვენთან ხდება და ამას ვამბობთ უბრალოდ ხმამაღლა ცალკეულად განყენებულად, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლები გავაგრძელებთ პროტესტს, რომ ჩვენი სფეროს ერთადერთი გზა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის, არის მხოლოდ ევროპა რა. არ მინდა სიმბირული პირმენი. არ მინდა. აკროშკა არ მინდა. მე მინდა ევროპა. ევროპულად, გემრიელად, ქართულად გასვლა ევროპაში. ოღონდ ისე ქართულად არა, როგორც გვპირდებიან და რუსეთში რომ იყო. ნამდვილად ჯანსაღად ქართულად რა. სახლში ევროპაში. პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი, რომ სოლიდარობა და სრული თავისუფლების მოთხოვნა იმ ხალხისადმი, ვინც რეჟიმმა არაკანონიერ დააკავა და ვინც ახლა ციხეშია, იმიტომ რომ მოსახურების სფერო ფიზიკურად ვერ მოდუნდება იქამდე, სანამ და ვერ ახალწელს აღნიშნავს და ვერც იმუშავებს იქამდე, სანამ ჩვენი სტუმრები არიან პატიმრობაში და რა ქვია, მეორე არის ის, რომ უბრალოდ საგანტებოს აქ აღებული ეკონომიკის მაზიანებელი გეზი, ანუ ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვართ და ანუ აქ არის ორი არჩევანი აქვს ხოდახოდ, ან ჩავიწვევით ყველა ერთად, ან კიდე ისინი დანებდებიან და ხალხი გადარჩება და ისინი წავრენ. აი გარი და აი. ჩვენ ვარ ტურიზმის წარმომადგენლები, ეს ის სფეროა, როდესაც ყოველთვის ყველაზე სენსიტიურია ამ მიმართულებით, ვაპროტესტებთ იმ რეალობას, რაც ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვაშენებდით ყოველთვის თანამედროვე საქართველოს, ევროპულ საქართველოს და გვინდა რომ ევროპაში წავიდეს ეს ქვეყანა და ამიტომ დღევართ აქ ყველანი. აი ეს არეულობა და ნებისმიერი არასტაბილურობა პირველი ეხება ჩვენ სფეროს. ჩვენ რეალურად წარმოვაჩენთ ღირსეულად ჩვენ ქვეყანას ევროპაში. ჩვენ მასპინძლობთ ევროპულ ბიზნესებს, ევროპულ ინდივიდუალურ ადამიანებს, ვინც ჩამოდის საქართველოში და საუკეთესო კუთხით ეცნობიან ქვეყანას. და ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენ უბრალოდ ევროპული მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ გვინდა, რომ ეს სფეროც იყოს აყვავებული და ღირსეული ჩვენს ქვეყანაში. მე ვარ სტუდენტი, სამწუხაროდ საქართველოში არ ვსწავლობ, გერმანიაში ვსწავლობ და ჩამოვედი აქ წინა კვირას, რომ შევუერთდი ამ პროტესტებს. პირველ რიგში ვაპროტესტებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ხალხს არ აურჩევია. ვაპროტესტებთ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას. მე მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა იმ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს, რომლებმაც საშინელი პროცესები გაიარეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში და რა თქმა უნდა მათ ოჯახებს. და პირველ რიგში მე აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ქართული დემოკრატიის და საქართველოს თავისუფლების დაცვაში.